მოგესალმებით, თქვენ უყურებთ შინაურულს. დღეს მოგიტანეთ უგემრიელესი შოკოლადის იდეალი, რომელიც აუცილებლად უნდა მოამზადოთ და დააგემოვნოთ. შინაურულზე არის უამრავი ტორტის და ნამცხვრის რეცეპტი სპეციალურ ალბომში ნამცხრები და ტორტები. მას ასე პირველ რიგში ჯამში მოვათავსოთ მშრალი ინგრედიენტები: 250 გრამი ფქვილი, 3 სუფრის კოვზი კაკაო, 1/2 ჩაის კოვზი მარილი და 1 ვანილი. აქვე დავამატოთ ჩაის კოვზს 1/2 სოდა და კარგად ავურიოთ. შემდეგ ცალკე ჯამში მოვათავსოთ 5 კვერცხი. დავამატოთ 250 გრამი შაქარი და დავიწყოთ ათქვეფა. აუცილებლად კვერცხი და შაქარი კარგად უნდა აითქვიფოს, რომ ბისკვიტი გამოვიდეს ფაფუკი და ძალიან გემრიელი. კვერცხი და შაქარი ასეთ გათეთრებამდე უნდა ავთქვიფოთ. შემდეგ კი დავამატოთ 3 სუფრის კოვზი თაფლი და ამოვურიოთ. შემდეგ კი დავაცრათ ჩვენი მშრალი ინგრედიენტები და მიქსერის საშუალებით კარგად შევურიოთ მასაში. შეგიძლიათ მიქსერის ნაცვლად უბრალოდ ხელის ათქვეფელათიც ამოურიოთ. შემდეგ დავამატოთ 100 მლ ზეთი და კვლავ კარგად ამოვურიოთ. ბოლოს კი დავასხათ 100 მლ მდუღარე წყალი და კვლავ ავურიოთ მიქსერის საშუალებით. როცა ყველა ინგრედიენტი კარგად აირევა, ცომიც მზად არის, წინასწარ მოვამზადოთ ფორმა, რომელშიც ჩავაფინდოთ საცხობი ქაღალდი. ჩემი საცხობი ფორმა არის 40-32-ზე. მასზე გადავანაწილოთ ბისკვიტის ცომი და შევდგათ წინასწარ განხურებულ ღუმელში 180 გრადუსზე. დაახლოებით სხვება 35-40 წუთში. და ასეთი ყუნყულა, ფუმფულა და უგემრიელესი არომატული ბისკვიტი მზად არის, რომელსაც გაცივების შემდეგ მოვაშოროთ საცხობი ქაღალდი და გავჭრათ შუაში. ჩამოვაჭრათ უსწორმასწორო გვერდები და დავიწყოთ კრემის მომზადება. 200 გრამ რბილ კარაქს კარგად ავთქვიფავთ კრემისებრი მასის მიღებამდე და შემდეგ პორციებად თითო სუფრის კოვზად დავამატოთ ოთახის ტემპერატურის შესქელებული რძე, აუცილებლად მოხარშული და დავიწყოთ კრემის კარგად ათქვეფა. როცა ბოლომდე კარგად აითქვიფება შესქელებული რძე და კარაქი, კრემი უკვე მზად არის. ჩვენი შუაში გაჭრილი ბისკვიტი კიდევ გავჭრათ შუაზე, ანუ მივიღებთ 4 ბისკვიტის ფენას, რომელიც დავნამოთ სიროფით, ან როგორც მე, ხსნადი ყავით. ზემოდან დავადოთ კრემის სქელი ფენა და მოვაყაროთ დაჭრილი ნიკოზი. ამგვარად დავკრემოთ ყველა ფენა, ზედა ფენასაც წავუსვათ კრემი და გვერდებზეც გავლესოთ კრემის საშუალებით და მოვაყაროთ შემდეგ ჩამონაჭრელი ნაწილები, რომელიც ასევე ოდნავ ზემოთაც მოვაყაროთ. ზემოთა ფენასაც მოვაყაროთ ბლომად დაჭრილი ნიკოზი. ასევე მე მოვაყარე შოკოლადის პატარა ნატეხები. შეგიძლიათ უბრალოდ გამდნარი შოკოლადიც მოასხათ. უგემრიელესი შოკოლადის იდეალი მზად არის. შინაურულზე არის კლასიკური იდეალის რეცეპტიც, რომელიც შეგიძლიათ ნამცხრობის და ტორტების პლეილისტში იხილოთ. დღეს ამით გემშვიდობებით გამოიწერეთ შინაურული, რომ ნახოთ ყველა მარტივი რეცეპტი.